მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიყოფებით სტავროპოლის რაიონის კურსკის მხარეში. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ქართველებისათვის. უამრავი ქართველი ფერმერი მუშაობს და განსაკუთრებით გამოსარჩევია საკმაოდ მძლავრი ფერმერული მეურნეობა აქვს ერთ დიდ ქართველს ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილს. ვიქტორ დავითიძე ხადელაშვილი, რომლის ფირმა არის არაგვი, არის საკმაოდ მსხვილი მოთამაშე ფერმერული მეურნეობისა, რომელიც არის კურსკის რაიონში, როგორც მოგახსენეთ, ეს არის სტავროპოლის რაიონი და დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ბატონ ვიქტორთან. ეს ადამიანი დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობს უკვე და ჩვენ როდესაც აქ ჩამოვედით კურსკის რაიონში, ჩვენი მიზანი იყო გაგვეცნო თქვენთვის ყველა ის წარმატებული ქართველი, რომელიც აქ არის და განსაკუთრებით ბატონი ვიქტორი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ხშირად აი ამ ბოლო დღეებში ესეთი განცხადებები ისმის საქართველოში, აი გინდათ რომ რუსეთში გაიღვიძოთ. გამოყვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძეთ რუსეთში. მოქალაქეებო, ხალხს გამოყვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძეთ რუსეთში. და აქაური ქართველები ძალიან კარგად იღვიძებენ რუსეთში, ძალიან კარგად ზნობენ თავს და საკმაოდ უამრავი ადამიანს ეხმარებიან თვითონ აქაური შემოსავლებით, აქაც საქართველოშიც და საერთოდ ეს ადამიანები ფეხზე დგანან, იმიტომ რომ აქ მუშაობენ. და იმიტომ რომ უდიდეს შესაძლებლობები აქვს რუსეთს. ეხლა ასეთი გადაჭიმული მინდვრები საქართველოში სამწუხაროდ არ არის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და აქ ეს ყველაფერი მიღწევადია და როგორ მოახერხეს ქართველებმა რომ აქ წარმატებებს მიაღწიათ და როგორ მოახერხეს ის რომ აი ესეთი წარმატებული გამხდარიყენ, ამის შესახებ თავად გვიამბობენ. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ თქვენი ძვირფასი დრო, იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველ დილით უკვე თქვენ გადიხართ, თქვენ უკვე მინდვრებში მუშაობთ და პირველ რიგში მინდა რომ მაყურებელს წარუდგინოთ თავი, როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა, საიდან როგორ მოხვდით, ანუ რომელი წლიდან ჩამოხვედით რუსეთში, ყველას აინტერესებს ეს წარმატებული ქართველების ასე. ჩვენ აქ ვარ დაბადებულები, მეცსა და ჩემი მშობლებიც აქ არიან დაბადებული. ბაბა ჩემია ჩამოსული 1921 წელიწადში. ჩამოვიდა ბაბა ჩემი დასახლდა აქ სოფელი გვაქვს ივანოვკა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ქართველები, მარტო ქართველები ცხოვრობთ იქ. მოდა ჩვენი სოფელი გვაქვს, ჩვენი სასაფლაო, ჩვენი ეკლესია გვაქვს, ყველაფერი ჩვენი გვაქვს. და აქ როგორც ეს კურსკი რაიონი, სტავროპოლის კრაიში არის და აქ ყველა ფერმერები ვართ რა. მოდა ეხლა მე აქ მაქვს ჩემი ფირმა არაგვი ქვიან ჩემი ფირმა, ჩემი წინაპრები იქიდან არიან წამოსულები, მთიულები ვართ და ანუ 1921 წლიდან წამოხვედით. 1921 წელს ჩამოსული საწყისი. ეს აი ბოდიში და საქართველოში რომ მოხდა აი კარგად მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო, მაშინ ბევრი დაიჭირეს, აი მაგ პროცესებს ხო არ უკავშირდება თქვენი წამოსვლა საქართველოდან 21-ში ბევრი თუ უბრალოდ წამოვიდნენ? უბრალოდ წამოვიდნენ აქ ჩვენი წინაპრები ისი მეცხვარე ხალხი და ის გასაგები მეურნეობაში მუშაობდნენ და ეგ წამოვიდნენ. თქვენ თავიდანვე ფერმერულ მეურნეობა და მაინტერესებს ეს ახლა როგორ მოახერხეთ ეს რომ აი ალბათ ახლა თავიდანვე ამ ხელა მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი არ იყავით. აი როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯები რომ აი აქამდე ნაბიჯები ეს 1990 წლებში გავხსენი მე ეს ფირმა, როცა დაიწყო კოოპერატივების გახსნა რუსეთში, პირველ ამ რაიონში პირველად მე გავხსენი კოოპერატივი. მერე ჯერ რა ხან ღორებს ვაშენებდით, საქონელს ვაშენებდით, მერე გადავედით უფრო მიწებზე. და მერე ეს ნელა ავიღეთ მიწები, მერე ავაშენეთ ჩვენი ისა გვაქვს წიწვილი, საცხობი, ყველაფერი ჩვენი გვაქვს უკვე. აჰა. ჩვენ წესავთ ჩვენი მოსავალს, ჩვენ მოვებულობ ტექნიკა გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. რამდენი ჰექტარი არის თქვენი აქ? 6000-მდე მაქვს.
მიწა 6000 საკმაოდ დამბეჭდავი ციფრია 6000 ჰექტარი მიწა და ძირითადად რა მოყავთ აი მიწაზე უფრო ყველაზე მეტი ხორბალი ხორბალი მე მოყავს კერი რაფსი ლონი ეს გაროხი ჩეჩევიცა ყველაფერი მოყავს და მე აი ამის რეალიზაცია საცდება რუსულ ბაზარზე გადის თუ უცხოეთშიც გავა ხორბალი უფრო მეტად საქართველოში გადის საქართველოში სასონხეთში გადის და დანარჩენ რუსული ბაზარი ყიდულობს და მე კი ამათ გააქცევს მაგალითად და საზოგადოებაც გადის აი საზოგადოებაც რა გადის მაგალითად საზოგადოებაც ეს ნუტი ჩეჩევიცა გადის მაგრამ საზოგადოება გაროხიც გადის და რაფსი ეს რაფსი უფრო ჩინელები ყიდულობენ ეს არის ზეთი იმისთვის ხო ზეთის ხო რა ქვია იმას რაღაცა შერ რაფსი ზეთიო ქართველებით ბევრი ყავთ ხო დასაქმებული მე რა ვიცი თქვენ ძმაც აქ არის თქვენ ძმაც აქ ამყავთ ბიძაშვილებიც ამყავთ დიშვილიც ჩემთან მუშაობს ბევრებია ქართველები ჩემთან მუშაობენ ეგი ქართველებიც არიან წარმოშობით თიულები ხართ ისე ხო კი თიულები ვარ საიდან ისე დუშეთის რაიონიდან ძირითადად დუშეთის რაიონიდან და რა მაინტერესებს აი რაღაცა აი ხო არ ქონიათ რამე ხელი შემშლელი ქართველები რო ხართ აქ და ვინმე საერთოდ ეგზნობინებინოს რომ თქვენ აქაურები არა ხართ აი ესეთი რაღაცა ყოფილა როდესმე არც ეს არ ყოფილა ეგეთი რამე ნაზე აი 2008 წელიწადში ჩვენ ძალიან გული გვტვიოდა აქ ვაკუჩერდით ძალიან ის ნაზე იცოდნენ რაღაც ფულს ვაკუჩერდით უგზავნიდით იქ ნათესაებს მეგობრებს დავეხმაროთ ხალხს მაგრამ ჩვენთვის არც ერთი რუს ხმარა მოუღია ის 68 წლის კაცი ვარ მე აქ ვცხოვრობ აქ ვარ დაბადებული აქ ვცხოვრობ ჩვენთვის ხმარ არც რა მოუღია ცუდი არც პოლიცია მოსულა და არც სტრუქტურები მოსულან ჩვენთან როგორც მუშაობთ იგივე მუშაობთ ნუ ძალიან ისა ვარ მაყოფილი ვარ რომ აქ ვარ და ყველაფერი გვაქვს რუსეთში რო იღვიძებთ მაყოფილი ძალიან გაყოფილი ვარ გინდა მელეზე ვიყო გინდა ეგ ძალიან მაყოფილი ვარ შვილები აქ ამყავ შვილები აქ ამყავ რამდენი შვილი ყავთ ერთი გოგო მყავ მე შვილი ორი მყავ და რა მაინტერესებს აი თვითონ ხალხი როგორი არის აი აქ როგორი ძალიან კაი ხალხი რუსები არიან ძირითადად ხო ძალიან კაი ხალხი არ მოგატყუებენ არაფერს არ დაგიშაებენ თუ შენ არ დაუშავე ეგ ვაფშე არ დაგიშაებენ გასაგები მე ვიცი რომ ეხა ჩვენ მე ვნახავთ თქვენ გვანახებთ ამ ყველაფერს თქვენს ტექნიკას მინდვრებს ეკლესიაც ააშენეთ აქ ხარ ჩვენ სოფელში იმიტომ რომ წმინდა გიორგის ეკლესია ვაშენეთ და ვაშენეთ ლომისზე ადრე ჩვენი ხალხი ეს მთიულეც მუდამ ლომისობას მივდიოდით აქიდან საკლავებით მივდიოდით სათქმული საკლავი ქონდა გადავდიოდით საქართველოში მლეთაში და იქ იქნებოდა ჩვენი საკლავები მე ეს ტამოჟნები ისე დაიწყო რომ გაუჭირდა ახლა ყველა ხალხი არა აქ იმის უფლება რომ წავიდეს და მე აქ ავაშენეთ ახლა მე და ჩემი ძმა ავაშენეთ ეს ლომისის ეკლესია გასაგები უნდა ახლა ხალხი ეს შათქმული ღმერთისთვის შათქმული თუ ხავთ თვარი თუ საფონელი იკვლება აქ მუდამ წელიწადს და მთელი სოფელი მთელი ქართველობა გუჩნდება კისლაოცკის დიასპორიდან ქართველები ჩამოდიან საროპოლიდან ჩამოდიან ქართველები ჩვენი ქართველები ვლადიკავკაზიდან მოდიან მოზუკიდან ქართველები ჩამოდიან და აქ გვაქვს ჩვენი ის სალოცავები და აქ ლოცულობ და კეიფობს და ყველაფერი ტარდება ჩვენი мама პაპური ტრადიციას არ ავკარგავთ. ჩვენ სოფელში ჩვენ ბავშვები ვიყავით. ჩვენ სოფელში რუსულიან არ ვინ არ იცოდა ბავშვებმა. როგორ აი მართლა ეგ მიზოდა მე თქვა, როგორ შეინარჩუნეთ აი ეს ბოდიშთა აი მართლა გაკვირვებული ვარ რა, რომ სკოლაში რომ მივდიოდით, მეკითხებოდნენ ეს ის მას ჩამოგვიკიდებდნენ კარტინკას და გვაჩვენებდნენ ეს ჩანგალი თუ კოვზი თუ რაღაც დახატულია და უნდა გვეთქო რუსულად და ჩვენ არ ვიცოდით რომ ეს რუსულად. და თქვენ ძმაზე ისტორია რო გითხრათ ერთი კითხვა. ხო, ჩემი ძმას აი ახლა ჩანგალს დაეცინიან. რატო? იმიტომ რომ მასალებელი ეკითხება აჩვენებს ის უგასკით რომ ეს რა არისო და ვალიკომ ხელი აიწიო. რა არისო ვალიკო და ჩანგალ ჭრის. მილკა კი ვერა თქო ჩანგალ და არგეს ჩანგალი. ჩანგალი. ნო. და რა მაინტერესებს იცით აი ხა აქ ხა თქვენ ხართ და ამ ხელა მეურნეობა
გაქვთ ფაქტობრივად. აი კონკურენტები თუ ყავთ აი ახლა ამ ბაზარზე, ახლა ამდენი მიწები რომ მოდიოდი, ახლა მე ვლადიკავკაზიდან ჩამოვედი. ისი ვლადიკავკაზიდან მოყოლებული აი ბატონი გიორგი მოყვებოდა და არ ვიცი აი ძალიან ისეთი ის იყო რა ქვია ტრამალი მინდვრები არ ჩერდება რა ეგ ისე იგი და ამ ბაზარზე ხა თქვენ როგორც აი თქვენ გაქვთ 660 რამდენი ჰექტარი 6000 ჰექტარი 6000 ჰექტარი ხო და ამ ბაზარზე უფრო ბევრიც აქვს კიდე სხვებს თუ კი აქვს არის მონოპოლისტი ვინ არის მაინც მონოპოლისტები უფრო ისენია მოსკოვის ხალხი. არიან კიდევ ბევრი ხალხი. თქვენ როგორი თვლებით? აი თქვენ საშუალო თითლებით თუ აი როგორი თვლებით? პატარები. ეგ პატარა თითლება, ხო? არიან ძალიან დიდები. ეს 6000 ჰექტარი არ ითვლება დიდად, ხო? ან პატარა თითლება. ხო. რაიონში ითვლება კარგად რა. ისე რუსეთში პატარა თითლება. აჰა, გასაგებია და ქართველების ბლომად არიან აქ ფერმერული მეურნეობა, ბევრს აქვს ქართველს. ბევრს აქვს. იმიტომ რომ აქ ძირითადად არის აი ხო მარტო ეს სცენარეულობის მოყვანა ან ხორბლის თუ არის მესაქონლეობასაც მისდევენ. მე ხმეც ამაკ ფერმაც ამაკ საქონელი მყავ, ცხვარი მყავ, ღორი მყავ ფერმაში. და ეს მე რო იკლება, აქ იყიდება თუ ეგეც საქართველოში მოდის. თუ იმდენია თუ სპროსია საქართველოსთან მოდიან საქართველოსთან. მსხვილფეხი გახავთ საქონელი. ისე აქ იკლება და აქ იყიდება აკაური ბაზარზე. გასაგებია. ისე მაინტერესებს აი კითხვა მაინც მე ხა კი ვიცი თქვენი პასუხი, მაგრამ მაყურებელს აი გიფიქრიათ რომ რაღაც საქართველოში ახლა თქვენი ისე აწყობილი გაქვთ აქ საათივით საქმე ცოტა არ იყოს საქიდან წამოსვლა ურთულესი იქნება. გიფიქრიათ რომ აი რაღაც დაბრუნებული იყავით. ისე 100%-იან დაბრუნებელზე არ მიფიქრე, მაგრამ მე მინდოდა ამეღო მოქალაქობა საქართველოს. აი ეგ არის ყველაზე. ჩავედი და ის მითხრეს რომ ქართული ენა ცუდად იცითო და არ ჩვენ თუ ქართული ცუდად იცი ზურაბიშვილმა რო ლაპარაკობს დატანჯულია ხალხი იმას ზურაბიშვილზე პრეზიდენტზე მოკე თქვენ ლაპარაკობს და ეს პრეზიდენტი თქვენ არ გაზრდოთ მოქალაქეობა. რაში გეტყობათ რომ ცუდად კომისიის თავმჯდომარე ვინც იყო ის მეკითხება. სადაც მუშაობდა კოლმერნობის დირექტორი ვარ მეთქი და კოლმერნობა რა არისო და კოლხოზი მეთქი მე გაუბრალოდ რუსულად უთხრა კოლხოზი მეთქი და კოლხოზი რა არისო და იმიტომ დამიწერეს რომ ეს იდიოტები არიან რა ძალიან საშინელი სიტუაცია. თორე ისე ბინას მინდოდა მეყიდნა რაღაც ბიზნესი გამეხსნა საქართველოში მაგრამ ვერ მოახერხეთ. ვიძახს ამ მოქალაქეობას. ანუ რაღაცა გინდოდა ბიზნესის გახსნა ყველაფერი, მაგრამ ამათმა ხელი შეგიშალა. აი ხალხო გესმით თქვენ, აი მე მინდა ჩვენს ვიმართოთ შესაბამის უწყებებს. ქართველი კაცი არის. ეს კაცი მართლა უხმარ ბაბაშვილა გავახვიოთ და ხელის გულზე ვნოვატოროთ ასეთი ქართველები, იმიტომ რომ ახლა მეურნეობა აქვს აქ რუსეთში 6000 ჰექტარი მიწა. ამდენი ხალხი ყავს დასაქმებული. იგივე უნდა რომ გააკეთოს საქმე. ირანელებს და თურქებს რო აძლევთ და აბაირამებთ იქა და ბოდიში და იმათი უნდა იყოს. ქართველმა კაცმა იშოვოს ფული არ ჯობია და ქართველმა კაცმა იმას ყავს დაასაქმოს ხალხი კაცო. და რამდენი ეგეთი თქვენნაირია კიდე აქ რომელსაც უნდა ეს. ძალიან ბევრები იყვნენ ჩასულებს უკან და აი ხა დასახვრეტები ხართ თქვენ აი ვინც ამას აკეთებთ რა. აი იმ კომისიის წევრები უნდა გამოიყვანო და სახალხო თუ და არ ვიცი შეარწყვინო მაგრამ შეიძლება ეხლა ამერიკას მოქალაქე აი მე მინდა რომ აი ეხლა შეიცვალა სიტუაცია და დღევანდელ ხელისუფლებას მინდა მივმართო ასევე მომავალ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. აი შეიძლება ეხლა ბატონი ვიქტორ ხადელაშვილის და კაც მოქალაქეობა არ მისცე კაცო და ამნაირი ფერმერები არის უამრავი საქართველოს. შეიძლება ხალხო ასეთი რაღაცა და გული აუცროთ ამ ადამიანებს. იმიტომ კი არა რომ ეხლა აგზივარ მის კაბინეტში ხა კაცი არის აი თქვენ თვითონაც ნახავთ ეხლა მე კი ვიცი უკვე ნახე იმხელა ესა აქვს რა სიმძლავრის მეურნეობა აქვს ხო იმხელა ფინანსები აქვს. მანდამე თურქებს ვაშოვნინო და ირანელებს ფული ხალხო ქართველმა იშოვოს ფული ის არ ჯობია კაცო საქართველოს ქართველებისთვის არის თუ ირანელებისთვის არის. აი გაუგნებული ვარ მართლა რა. ალბათ ძალიან მესმის თქვენ როგორ გულდაწყვეტილი წამოხვიდოდით იქიდან. ქართულ კაცს რომ ერთხელ და ორჯერ გერ წამოვედი გულდაწყვეტი.